ყავის დესერტი. მარტივი, დაბალკალორიული და ძალიან გემრიელი დესერტი. მარტივად. ერთი ბანანი, ერთი ჭიქა ესპრესო, ბლენდერი. მხოლოდ ორი ინგრედიენტი. ოჰო, აქ მართლა ორი ინგრედიენტი. ბლენდერი ინგრედიენტებში გადის? თუ მაცივარი. მართლა ორი ინგრედიენტისგან მზადდება და მართლა ძალიან კაი რაღაცაა. იმდენად უცხო გემრიელი შეიძლება გასინჯულიც გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივად მზადდება და ახლა გაჩვენე. სასურველია რომ გამოვიყენოთ ახლად მოხარშული ესპრესო. მაგრამ ჩვეულებრივი ხსნადი ყავა, 2 კოვზი და პატარა თურქული ყავის ან ესპრესოს ჭიქა. ჩავასხავთ დუღარას, მოურევთ, იგივე გამოდის. იგივე ვერ გამოვა, მაგრამ კაი. ბაცადოდ გაციება ოღონდ რომ ბლენდერი არ გაგიფუჭოს. დავიწყოთ. პროპორცია არის ეგეთი, 1 ბანანი, 1 ჭიქა ესპრესო. 2 ძალიან პატარა ბანანი მქონდა და ამიტომ ახლა 2 ეტყობა რომ 2 ბანანია? წოიღე. მე ხო იცი დესერტებიდან შორს. მაგია. ნახე. უფ. ნახე. მიდი შენ გასინჯებ. არ მინდა ეს მინდა. დამიჯერეთ. უძალიან მაგრესი, ულამაზესი, უგემრიელესი. ნახე. აპ. შეგიძლიათ თბილიც მიირთვათ. ოთახის ტემპერატურის თუ მაცივ. ოღონდ საყინულეში ამას საყინული არ უნდა. ჩვეულებრივად მაცივარშიც გაციებული. ვაუ.